მოგესალმებით მეგობრებო, სამ პოდკასტს დავიწყებ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს არხს ვინც უყურებს, იმის 91%-ს არ აქვს დაჭერილი subscribe-ის ღილაკზე. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ჩემთვის მოტივაცია იქნება, რომ ჩახვიდეთ, დააჭეროთ subscribe-ის ღილაკს და ახლა ბევრს აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ. კომპანიის დაღმართვა დაიწყება მაშინ, როცა 3 საათზე ადგომა დაგვეზარებაო. ჩვენი ფილიალები იხსნება ყოველ დღე დილას 10 საათზე, მაგრამ რეალურად ჩვენი მუშაობა იწყება ღამის 3 საათზე. ღამე კი არ გვიხარია ადგომა, უბრალოდ ეს არის საჭირო. ემილ კურბანოვი, Lumier Chimney-Cake-ის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც შეძლო 200 ლარით შეექმნა წარმატებული ბიზნესი. დღევანდელი გადმოსახედიდან დღეს შესაძლებელია ბიზნესი ესეთი დაბალი ბიუჯეტით დაიწყოს. ზოგადად ქართველების სცენი ეგარი რა, რომ გვინდა დაწყებიდან 2 თვეში ავშენდეთ და ეგრევე მილიონები გქონდეს და ეგრე არ არის. Walt Disney-ის აქვს ესეთი ფრაზა, რომ ჩვენ იმისთვის კი არ ვიღებთო, რომ ფული გავაკეთოთო. ჩვენ ფულს იმიტომ ვაკეთებთ, რომ გადავიღოთ მერეო რა. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი შენი აზრით რა უნდა გქონდეს წარმატებულ ბიზნესში? მოთმინების უნარი. ყველა თანამშრომელს აქვს უფლება, რომ ტრდელნიკი გააჩუქოს. ცუდ ხასიათზე როა რომელიღაც თანამშრომელი და გააჩუქებს, იმდენ მადლობას იღებს მომხმარებლისგან, რომ ეს ცუდ ხასიათზე ყოფილი თანამშრომელი მოდის კარგ ხასიათზე. ემილ, მადლობა რომ ესტუმრე, ძალიან გამიხარდა. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, შენი კომპანიის შესახებ დარწმუნებული ვარ, ვინც ეს პოდკასტი ჩართო, ბევრმა იცის, შეიძლება ისეთებიც არიან, ვინც არ იციან ამ შესახებ და მინდა რომ მოგვიყვე, ვინ ხართ, რას აკეთებთ და მაქსიმალურად რიცხვებიც რომ მითხრა, რა მასშტაბებზე ხართ დღეს გასული რა. კეთილი, კიდევ ერთხელ გამარჯობა და მადლობა მოწვევისთვის. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. მე ვარ ემილ კურბანოვი, Lumier-ის დამფუძნებელი. 2017 წელს იწყება Lumier-ის ისტორია. ეს არის ის დრო, როდესაც ფაქტობრივად მე მაქვს სამსახური, მუშაობ, მაგრამ რაღაცა ვფიქრობ სხვა რაღაცეებზეც, კიდე რა შეიძლება რომ გავაკეთო რა, მაგრამ ამ გეგმებში საერთოდ არ არის Lumier-ის სიმართლე გითხრა. ეს ტრდელნიკის პროდუქტი, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ეგ არ შედიოდა იმ ფიქრებში, რაც მაშინ მქონდა, სხვა რაღაცეებზე ვფიქრობდი. უბრალოდ 2017 წელს მოხდა ესეთი რაღაცა, ჩემი მეგობრის ძმა მოყვა ავარიაში. და სასწრაფოდ იყო საჭირო რაღაცა თანხის შეგროვება იმისთვის, რომ ის საზღვარგარეთ წასულიყო, იქ რაღაცა მკურნალობა გაევლო, მკურნალობის ეტაპები გაევლო რაღაცები. მოკლედ fundraising-ი იყო საჭირო, მოკლედ რა და ეგრევე რაც მომივიდა აზრად, ოღონდ არ ვიცი რატო. იყო ის, რომ რაღაცა ერთდღიანი ღონისძიება დამეგეგმა, გამომეცხო ტრდელნიკები, გამეყიდა და რა თანხასაც მივიღებდით, ყველაფერს მოკლედ საბას გადაურიცხავდით რა და ამასთან დაკავშირებით ეგრევე მივედი მამაჩემთან, იმიტომ რომ ჩვენთან სახლში მოკლედ მამაჩემია ის თავარი ადამიანი, ვინც რაღაცებს ამზადებს ხოლმე სულ რა. მოკლედ მივედი მამაჩემთან, უთხარი მეთქი მამი რაღაცა ის საბას მინდა რომ დავეხმაროთ, იქნებ უცებ ტრდელნიკის ამბავში დამეხმარო რა. კაი რავი რა არისო საჭირო, მოთხარი რავი შამპურები გჭირდება, მაყალი გჭირდება და ცომი. ნუტელას ახლა წავალთ ვიყიდით რამენაირად მეთქი რა გუდულში სადღაც ვიყიდით მოკლედ. ნუტელა გამოვაცხობთ, ნუტელას წაუსვამთ, ხალხს მივცემთ და მოკლედ რა. კაიო, რავი, არ არის პრობლემა, ისე მოხდა რომ მამაჩემმა მოკლედ რაღაც ახლობლები იყავდა, წავიდა უცებ ამ შემთხვევაში ხო ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხარჯი იყოს მინიმალური ნაკლები და წავიდა მოკლედ კუსტარულად რაღაც მაყალი დაამზადებინა, BMW-ს დვორნიკი ვიყიდეთ და ამ დვორნიკზე ცეპი დავამაგრეთ მოკლედ. და ეს დვორნიკი რო ტრიალებდა ცეპსაც ატრიალებდა შესაბამისად შამპურებს როდებდით ეს შამპურების ტრიალებდა მოკლედ რა. ანუ ფაქტიურად ძალიან მარტივად რაღაც 200 ლარით მოახერხეთ მაყალის გაკეთება. ოღონდ ეს იყო მარტო ამ ღონისძიებისთვის გათვლილი, სხვა არავინ. მოკლედ გავაკეთეთ, ბებიაჩემმა ცომი მოზილა ხელით, ძალიან ბევრი. მე დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი და ჩემი მეგობრები მოკლედ ყველა გვეხმარებოდნენ, წავედით და მოკლედ მზიურის კაფე, სოციალური კაფე გეცოდნება, მოკლედ ისინი დაგვეხმარენ ძალიან, რა თქმა უნდა, ის სივრცე მოგვაქირავეს. გავაკეთეთ ღონისძიება, რომ ეს საბასთვის ტრდელნიკები მოკლედ და გამოვაცხეთ იმ დღეს ჯამში, ხარჯის გამოკლებით 1500 ლარი გადაურიცხეთ საბას რა. ეს არის 2017 წლის 29 აპრილი. და იმდენად ბევრი ადამიანი მოვიდა, გავგიჟდით ჩვენ თვითონ, ანუ არ ველოდით სიმართლე გითხრა რა. მიშა ანდღულაძე იდგა რიგში და დავინახეთ, რაღაცა დაო ჩვენ რაღაცა. ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ არ ვიცოდით, რომ ვიღაცა საქართველოში ამ პროდუქტის შესახებ იცოდნენ საერთოდ რა. და ამან გაგვაკვირვა უფრო.
შესაბამისად უკვე აი ამ ღონისძიების მერე უკვე სხვანაირად დავიწყეთ ფიქრი მეც და მამაჩემმაც რაღაცა ხო არ გავაკეთოთ მოკლედ და ესე წამოვიდა უკვე აი ამ საქართველოში ამ კაფის გახსნის ასე ვთქვათ იდეა რა, მაგრამ ეს არის 2017 წელი, თუმცა 2013 წელი არის ის პერიოდი, როდესაც პირველად გავსინჯე ტრდელნიკი. ჩემი მეუღლე ცხოვრობდა პრაღაში და მან მითხრა რომ რაღაც ჩავედი მოკლედ 22 იანვარი იყო 2014 წლის და მოკლედ მეუბნება რომ რაღაც უნდა გაგასინჯოა მოკლედ რა გარეთ რა 40 გრადუსის სიცივე მოკლედ დამაყენა 9 საათი მოკლედ ამ ყინვაში და გამასინჯა ტრდელნიკი. მაშინ არ არსებობდა ეს ნაყინით ხილით რა კლასიკური უბრალოდ გამომწვარი ფუნთუშავს იმედი არაფერი. მოკლედ მაშინ თქვა რომ ისევ რა მაგარი იქნებოდაო რომ ესო საქართველოში გაკეთებინა ხო ყოველდღე შევჭამდიო რა. კი დამამახსოვრდა და სახლში მივედი და დავიწყე ხა დაგუგლა, მაგრამ იმდენად ბევრი რაღაცა ჭირდება ამას რომ მეთქი გამორიცხული მე ამის გამკეთებელი არ ვარ, მაგრამ იმ მომენტიდან 3 წელიწადში გავაკეთეთ მოკლედ. და ანუ სახელი როგორ მოიფიქრეთ ამისთვის, აი რატო ლუმიერი? აი ძალიან კარგი კითხვაა, სხვათა შორის ბევრმა არის ის, მათ შორის ბევრმა თანამშრომელმაც არის ის, რატო ქვია ლუმიერს, ხო, ასე ვთქვათ. ანუ ლუმიერის საცხობი რა, ლუმიერის ჩიმნი კეიკი, მოკლედ. ეს უკავშირდება ჩემს ბავშვობას, ჩემი საყვარელი მულტფილმი არის დისნეის ურჩხული და მზეთუნახავი, სადაც აი ეს შანდალი რო არის, მაგას ქვია ლუმიერი, მოკლედ. და ჩემი საყვარელი სცენა მულტფილმში არის როდესაც ბელი პირველად მამამისის საძებნად მიდის, შედის ამ სასახლეში და ხვდება მას ეს შანდალი და საათი და შანდალი ასე ვთქვათ ძალიან მაგარ სუფრას გაუწყობს. რა ის სიმღერა რო არის Be Our Guest, აი იმ მომენტზე ვგიჟდება, სულ ვახვევდი, სულ იმ მომენტს უყურებდი, აი ეს ბელი როგორ ზის და ეს თეფშები რომ მოდიან და ეს საჭმელი რო ეწყობა და სულ იმას ვამბობდი, რომ იმას ვფიქრობდი, რომ თუ რაღაცა მსგავსი ობიექტი მექნებოდა, აუცილებლად ლუმიერთან იქნებოდა დაკავშირებული, რომ ისეთივე მომსახურება მიიღონ ჩემმა მომხმარებლებმა, როგორი მომსახურებაც ბელმა მიიღო ლუმიერისგან. რაღაცა აი ჩემი შინაგანი მე არის ლუმიერი, მოკლედ აი ეს იყო და ამიტომ დავარქვი ლუმიერს chimney cake. ვау. და ლუმიერსი ანუ დღეს რა მასშტაბებზე არის, აი რამდენი თანამშრომელი ყავს, რამდენი ფილიალი გაქვთ და ასე შემდეგ. დღესდღეობით ლუმიერსის ფილიალები არის პუშკინის 25 ნომერში, პირველი ფილიალი, კოტე აფხაზის ფილიალი იქვე, ლისის ტბის ფილიალი, ჭავჭავაძის ისპოინტის 5 ფილიალი გვაქვს ამ ეტაპზე საქართველოში და ყავს დასაქმებული 30 თანამშრომელი. თუმცა ამასთანავე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ალბათ ეს რაღაც დაანონსება გამოვა, მაგრამ საზღვარგარეთაც გავედით უკვე, გავხსენით ფილიალი წინა წლის 1 დეკემბერს ესპანეთში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და ასევე 3 თვის წინ გავხსენით ფილიალი სტამბულში. ვაუ, კიდევ ვიხსნებით და ამას უკვე ნელ-ნელა ინფორმაციას დავწერთ. ძალიან ხშირად შევხვედრილა, რომ აი, როდესაც ბევრი ფილიალები არის განსაკუთრებით აი საკვების მიმართულებით, ძალიან რთულია ხოლმე აი ერთნაირი გემოები შეინარჩუნო, იმიტომ რომ სხვადასხვა მზარეული არის და რაღაც აი მაინტერესებს შენ როგორ ახერხებ ამ ყველაფრის მენეჯმენტს, რომ აი მე შენთან ძალიან ბევრი ფილიალში ვარ ნამყოფი და აი ყველგან ერთ იგივე, ყველგან იდეალურია რა და აი როგორ ახერხებ ამ ყველაფერს, რომ აი ის იყოს. ძალიან კარგი კითხვა, სხვა შორის TikTok-ის ჩაწერას ვაპირებდი ამასთან დაკავშირებით. ხშირად არის ხოლმე რომ მომხმარებლები ლაპარაკობენ, აი ლუმიერსი არა ზოგადად იციან ხოლმე რომ გააფუჭეს. და მომხმარებლებს გონიათ რომ ეს გააფუჭეს ნიშნავს რომ იმ კომპანიამ რაღაცა მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ამოიღო და უფრო იაფით ჩაანაცვლა. მაშინ როცა ხშირად ეს უკავშირდება თანამშრომლის ხელს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ თანამშრომლის ხელებს მოუფრთხილდეთ ბჭყალებში. ამით რას გულისხმობ? როცა თანამშრომელს ვიყვანთ, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ კომფორტი შეუქმნათ მას, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ხელფასით დავაკმაყოფილოთ სხვადასხვა მოტივაცია მივცეთ მას, რათა მან უფრო მეტ ხანს დაყოს ჩვენთან, იმიტომ რომ როდესაც მომხმარებელი ეჩვევა თანამშრომლის ხელს, ასე ვთქვათ რა, მე ამის დაკარგვა და ისევ ხელახლა სხვა ხელისთვის ეს არის ყველაზე ეს ქმნის რა მთავარ პრობლემას და ამას მაქსიმალურად უფრთხილდებით. ყველანაირად ვცდილობთ რომ თანამშრომლები შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დიდხანს, აი ეს employee turnover რასაც ქვია, ხო, ეგ არის ძალიან მინიმუმამდე დაყვანილი რა, ფაქტიურად
შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, რომ ერთი თანამშრომელიც კი არ წავიდეს სამსახურიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტუდენტები დავასაქმოთ და რითიც ძალიან ვამაყობ არის ის, რომ სხვა კომპანიების, გავსი ტიპის კომპანიებისგან ყოველ შემთხვევაში განსხვავებით, გვაქვს დანერგილი რაღაც იდეალური მეთოდი ამ ხრივ, მაგალითად ძალიან დიდ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს რა, მაგალითად ისინი თავად ალაგებენ გრაფიკებს, ისინი თავად განსაზღვრავენ, როდის უნდათ შვებულებაში გასვლა, ისინი თავად განსაზღვრავენ, რამდენი საათი უნდათ რომ იმუშაონ კვირაში და ჩემის მხრივ მე უბრალოდ იმას ვაკეთებ, რომ რაღაცა კარგი და არატოქსიკური არატოქსიკურ ადამიანებს მოუყარო თავი ერთად, ეს კარგ შრომის მოყარე არატოქსიკურ სტუდენტებს უყრით თავს და ისინი უკვე თვითონ ალაგებენ ყველაფერს, რაც მე ძალიან მიხარია და მათაც ძალიან უხარიათ, იმიტომ რომ უფრო კარგად, უფრო მეტად გრძნობენ თავს როგორც კომპანიის წევრს, ასე ვთქვათ, რა, არა მხოლოდ თანამშრომლები, არამედ ისინი რაღაცა კომპანიის ნაწილად აღიქვამენ საკუთარ თავს. აი ეს არის მე მგონი პასუხი შენს კითხვაზე. ისე აი ახლა კომპანიის ნაწილადო რომ ახსენე, აი ძალიან კი ვისაუბრეთ რა, მაგრამ მაყურებელმაც მინდა გაიგოს, აი შენ შესახებ რა. თავიდან როგორც სახსინ გითხარი რომ ანუ მეგონა შენ იყავი უბრალოდ თანამშრომელი, რომელიც იღებდა TikTok-ზე ვიდეოებს რა. არ მეგონა რომ დამფუძნებელი იყავი და მე რომ მოვიკვირე რაღაცები კომპანიის შესახებ, აღმოაჩინე რომ დამფუძნებელი. ეგ ძალიან მაგარი არის რომ დამფუძნებელი ეგრე კარგად არის ჩართული ამ საკითხებში რა და ანუ ეგრე ასე ვთქვათ ცოცხალი ორგანიზმი არის და ერთად მოძრაობს რა. შეგიძლია მითხრა რატომ გადაწყვიტე ანუ ეგრე ყოფილიყავი რომ აი ეგრე როგორც თანამშრომელი ეგრე გეცხოვრა რა მაგ ბიზნესთან ერთად. იცი რა არის როგორც აი წეღან თქვი თანამშრომლების კომფორტზე ძალიან ვზრუნავთ რა, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ისე ხდება რომ თვითონ თანამშრომელი ვერ გეუბნება რა ჭირდება მას. რა აწუხებს, რა უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის, რა ზოგჯერ ვერ ხვდება ამას თანამშრომელი. მნიშვნელოვანია რომ შენ იყო იქ ადგილზე შიგნით, გარეთ კი არ უნდა იდგე და უყურებდე როგორ მუშაობენ შენი თანამშრომლები და როგორ იმსახურებიან მომხმარებლებს. არა, შენ უნდა შეხვიდე შიგნით, შენ უნდა იყო მასთან ერთად, შენ უნდა გააკეთო რაღაცეები და ამ პროცესში უფრო ნათლად ხედავ რა პრობლემებია შიგნით და რა შეგიძლია გაუმჯობესო შენს თანამშრომელს. ეს იყო მთავარი განმაპირობებელი რა. ანუ მე შემიძლია რა თქმა უნდა ის დრო სხვა რაღაცას დაუთმო, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყოველ დღე მივიდე თითოეულ ფილიალში რაღაცა დრო დავყო, მე თვითონ ვიმუშაო ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომ გავიგო რეალურად რა აწუხებთ მათ, რა პრობლემა შეიძლება იყოს, რომ მე ეს პრობლემები მოუგვარო, რათა უფრო კომფორტულად გააგრძელო შემდგომში მუშაობა. ვა, და შენთვის ეს პირველი ბიზნესი იყო თუ აქამდე გქონდა გამოცდილება მაგ მიმართულებით, რომ რამე სტარტაპი ქონა წამოწეული? არა, ამ ხრივ კვების სფეროში ეს იყო პირველი. საინტერესო ის არის, რომ როდესაც გავხსენით ჩვენ აი 2017-ში დავიწყეთ და თუმცა პუშკინის ფილიალი, ანუ პირველი ფილიალი როგორც ასეთი, ანუ ადგილი სადაც მოდიოდნენ მომხმარებლები, ესე აი ფილიალს რო ეძახით, რომ მანამდე მომთაბარეთ ვიყავით ხანიკ. გავხსენით ერთ წელიწადში 2018 წლის მაისში და 2022 წლამდე ფაქტიურად ანუ 4 წელი სულ მე მუშაობდი ფაქტიურად ორი თანამშრომელი ყავდა ალბათ და მე მუშაობდი, მამა ჩემი მუშაობდა ჩემი ბიზნესში, ჩვენ შიგნით ვიყავით სულ და ჩვენ ვემსახურებდით მომხმარებლებს. ეს საჭიროც იყო, იმიტომ რომ პროდუქტის შესახებ ადგილობრივი მარიცოდნენ, ჩვენ რომ დავიწყეთ ეს ბიზნესი, მაინც ეხა მიუხედავად იმისა, რომ მე ლუმიერს აღვიქვამ როგორც საკონდიტროს, ის საქართველოში პოზიციონირდება როგორც სანაყინე. იმიტომ რომ ნაყინის გარეშე რაღაც ვერ წარმოუდგენიათ. და იმ დროს ნაყინში მომხმარებლები საქართველოში ხდიდნენ ლარნახევარს. მაქსიმუმ, რავი, 3 ლარს და უცებ კომპანია შემოდის, რომელიც ნაყინს გსავაზობს 8 ლარად. შენ მნიშვნელოვანია იქ იყო, რომ შენ აუხსნა მომხმარებლებს, რატომ უნდა გადაიხადონ 8 ლარი. და არა მაგალითად გვერდზე 3 ლარი, 2 ლარი, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ლუმიერსისთვის. მეც იქ ვიყავი, მამა ჩემიც იქ იყო. აი, ჩვენ თვითონ ყველა მომხმარებელს უხსნიდით რა არის ეს, რა ვასინჯებდით მომხმარებლებს. და ბოლოს
თავარი გავაკეთეთ, თავარი პროცესში შეიქმნა სურნელი ალბათ რომელ ფილიალთანაც არ უნდა ჩაიარო, არის ჩვენი სლოგანია მოგვაგნებთ სურნელით. ხშირად მის სამართლებს არც უთითებთ ხოლმე რაღაც ვიტყვით, რომ აი თავისუფლების მოედანთან და მოგვაგნებთ სურნელით და თავისუფლების მოედანიდან მოყვებიან ხოლმე მომხმარებლები სურნელს, მართლა სურნელით მოვედი იცით და აი სურნელმა უკვე თავისი ასე ვთქვათ, ქნა მოყავდა მომხმარებლები და მე უკვე ჩვენ ვუხსნით მომხმარებლებს, რომ აი ეს არის და პროცესში უკვე ეს პუშკინის ფილიალის შემდგომ ლისის ტბაზე ფილიალის გახსნამ უკვე ადგილობრივი, იმიტომ რომ თავიდან ახლა პუშკინის ფილიალი მაინც უფრო ტურისტული ადგილია, ახლა იმდენად არ დადიან ახლა ადგილობრივები და რთული იყო მაინც მან მოყვანა და ლისის ტბის ფილიალი რო გაიხსნა უკვე ამან სხვა მასშტაბზე გადაიყვანა ლუმიერს. და რომ დაიწყე რა, ყველაზე დიდი სირთულე რა შეხვდა, რაზეც აი დიდი დრო დაგჭირდა ან რაღაცა აი რაღაც საინტერესო ისტორია, აი ყველაზე დიდი სირთულე რა იყო დასაწყისში ამ ბიზნესის? აი რაღაც გონია რომ ყველა თან ყველა ეტაპი ძალიან რთული იყო, მაგრამ თან იმ მომენტისთვის ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა, იმიტომ რომ გვერდში მყავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი მარტივად გადამატანინეს რა. მთავარი სირთულე იყო გემოების დასმა. ეს იყო ძალიან რთული, რაშიც მამაჩემი დამეხმარა ძალიან. აი ეს გემო ტრდელნიკის იმ გემოს შექმნა, რაც დღეს აქვს ლუმიერს. ამან ერთ დღეში და ორ დღეში არ შექმნილა ეს ობიექტის გახსნიდან ყოველ დღესაც გრძელდება ეს, ყოველდღიურად გრძელდება. აი გემოებზე მუშაობა, განვითარება, რაღაც უკეთესი გემოების დასმა, მომხმარებლებზე ფიქრი, აი რა შეიძლება უნდოდეთ, რა შეიძლება გავაუმჯობესოთ და ასე შემდეგ. მაინც გამოვარჩევდი ერთ იმას, რომ ხშირად არის ხოლმე რომ აი მომხმარებლები აი უნდათ დასაჯდომი სივრცეები. ლუმიერსის მთელი იდეა ის არის, რომ აიღე წადი და ეს მთელი პეცი ეს არის რა, რომ აი რაღაცა პატარა ობიექტი და ცოტა რთული იყო მომხმარებლებისთვის იმის ახსნა, რატომ არ გვაქვს დასაჯდომი სივრცეები რა. ეს ამის გარდა სიმართლე გითხრათ თანამშრომლებთან ურთიერთობის ნაწილი თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ფაქტიურად ხა HR-იც გამოვდივარ, ყველაფერი მე გამოვდიოდი და არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავ, აი რაღაც როგორ დაველაპარაკო, რა ხელფასი უთხრა, როგორ აი რთული იყო ძალიან რა და ესეც ვისწავლე ფაქტიურად და აი დროთა განმავლობაში უკვე მივედი იქამდე, რომ იმ დასკვნამდე, რომ აი რაღაცა ეს სუბორდინაცია და აი ხა მაგიდაზე ხელის დარტყმით არაფერი არ გამოვა რა, რაღაცა სხვანაირი ურთიერთობა არის საჭირო მომხმარებლის თანამშრომლებთან და აი ეს ამის გაანალიზება იყო ძალიან რთული, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მივედით უკვე იქამდე რა. ძალიან მიხარია. ერთ-ერთი ინტერვიუში შენ ეგეთი რაღაცა თქვი, რომ კომპანიის დაღმასვლა დაიწყება მაშინ, როცა 3 საათზე ადგომა დაგვეზარებაო. რას ნიშნავს ეგ? ჩვენი ფილიალები იხსნება ყოველ დღე დილას 10 საათზე. და მომხმარებლებს რა თქმა უნდა ამას ხედავენ, რომ აი 10 საათზე მოვიდე ფილიალი გაიხსნა, მაგრამ რეალურად ჩვენი მუშაობა იწყება ღამის 3 საათზე. ღამის 3 საათზე ვდგებით, ყოველ დღე მივდივართ ბაზარში, რატო? შეგვიძლია რომ დილით 7 საათზე წავიდეთ ბაზარში და მოვასწრებთ 10 საათამდე ცომების გამზადებასაც და ფილიალების მომარაგებასაც, მაგრამ იმიტომ მივდივართ იმ დროს, რომ გვინდა ყველაზე კარგი მარწყვი წამოვიღოთ მომხმარებლებისთვის. ხო თითქოს უმნიშვნელო დეტალია ზოგისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. გვინდა რომ ყველაზე კარგი, რა ვიცი, ბანანი წამოვიღოთ მომხმარებლებს. ბოლოს დარჩენილი პროდუქტი არ გვინდა. ინგრედიენტებზე ვზრუნავთ ძალიან ბევრს. ყველა, აი აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი განაპირობებს საბოლოო ერთად და ცალ-ცალკე განაპირობებს საბოლოოდ იმ პროდუქტის ხარისხს, რასაც ჩვენ ვქნით. აი ღამე კი არ გვიხარია ადგომა, უბრალოდ ეს არის საჭირო. ანუ ესეა. ხტები, შეგვიძლია არიან და კომპანიები, რომლებსაც შეგვიძლია რომ შეუკვეთოთ მაგალითად მარწყვი და მოგვიტანენ, მაგრამ ვიცით რომ რაღაცა აი შეიძლება ზემოდან ისეთი ლამაზი მარწყვები ელაგოში გიდაღა. აი ჩვენ თვითონ გვირჩევნია წავიდეთ, ავარჩიოთ
მოვიტანოთ, დავახარისხოთ და შემდგომ მივიტანოთ ჩვენს ფილიალებში. ანალოგიურად ცომთან დაკავშირებითაც, ცომის ინგრედიენტები, ცომის გამზადების მთელი პროცედურა არის ძალიან რთული. მომხმარებელს ხშირად გონიათ, რომ რაღაცა აგერ ფქვილი და წყალი. არა, ეს არის რაღაცა ძალიან დიდ ხანგრძლივი პროცედურა არის, რასაც გადის ჩვენი ცომის გამზადების პროცესი, მე კრემი, ვანილის კრემის ახლა ვამაყობთ იმით, რომ ვამბობთ, რომ სულ homemade ახლა სამყაროში როცა ეს homemade რაღაცეები ძალიან ფუფუნება გახდა, ამ homemade კრემის გამზადება წინა ღამით ვიწყებთ, მე დილით 4 საათზე, 5 საათზე, ასე ვთქვათ, ხარშავთ და ნუ მოკლედ აი მთელი ამბები რა. აი ამ ესე არის საჭირო უბრალოდ. ამიტომ ვთვლი, რომ ადრე ადგომა და გასვლა ამან მოგვიყვანა რეალურად იმ წარმატებამდე, სადაც ეხლა ვართ. და როდის ისვენებ ხოლმე? აი სხვათა შორის ეხლა წელიწად ნახევრის წინაც შვილი მეყოლა, მოკლედ აი მაგის მერე თითქოს უფრო გამოჩნდა ჩემთვის დასვენების პერიოდები, სიმართლე გითხრა, მანამდე ვერ წარმომედგინა, აი არ არსებობდა ჩემთვის დასვენების დრო. ეხლა ყოველი დრო, რომელსაც ვატარებ ჩემს შვილთან ერთად, რაღაცა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაც გავთიშო გონება არ ვიფიქრო, იმიტომ რომ ყოველ დღე იზრდება და აი ყოველი წუთი, რომელსაც არ ვატარებ ჩემს შვილთან ერთად, ძალიან მენანება. მაგრამ როცა იძინებს, ხამე 9 საათზე რომ დავაძინებთ ხოლმე, მადლობა ღმერთს დილამდე ძინავს, ისე რომ არ იღვიძებს საერთოდ და რაც უფრო თავისუფლად გრძნობ თავს და არც სინდისი არ მაწუხებს, რომ გავიდე მერე სახლიდან. ამიტომ ღამე 9-ის მერე უეჭველი გავდივარ ფილიალებში, მიდივარ რაღაცა ვყურებ, რაღაც მეთომ მუშაობ, თანამშრომლებს ველაპარაკები, მე ერთად ვკეტავთ ფილიალებს და მე მიდივარ უკვე სახლში რა. და პროცესში ყველაზე მეტად მიყვარს საცობში ყოფნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან მიყვარს საცობში ყოფნა, იმიტომ რომ თან ერთად ვერ გარბიხარ, ანუ ვერაფერს ვერ იზავ, ვერ გეჩქარება რა, კი გეჩქარება, მაგრამ ვერაფერს ვერ იზავ, საცობში ხარ. თან რაღაცნაირად მაძლევს იმ საშუალებას, რომ ვიფიქრო რაღაცეებზე, რაღაც თავგეგმო რაღაცეები და ისე 2018 წლიდან რო ჩაუშვი ეს ბიზნესი რა. იდეაში მე ხო დააგებთ ხო ყველაზე ისეთი მძიმე პერიოდი კოვიდი. აი კოვიდი როგორ გადაახეთ, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ უფრო ხო თქვენ მუშაობთ, აი ფილიალები უნდა მოვიდეს მომხმარებელი და შეიძლება. აი ეს პერიოდი როგორ გადაახეთ, ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ნამდვილად, როგორც კი გამოაცხადეს, რომ აი всё, ეხლა ვიკეტებით და რა თქმა უნდა გახსოვს ალბათ შენ. ეგ ამბები მოკლედ წავედით, მაშინ პუშკინის და ლისისთვის ფილიალები ქონდა მარტო, ლისისთვის ფილიალი არ მუშაობდა ისეაც, იმიტომ რომ თებერვალი-მარტი იყო და არ იყო სეზონი. და პუშკინის ფილიალში მუშაობდით, აი ძალიან კარგად მახსოვს, იმ მომენტში კაპუჩინოს უმზადებდი მომხმარებელს და ნუ აი მომხმარებელი რომ გავიდა, всё, აი მორჩა და ჩავიკეტეთ, მოკლედ. 3 დღე გავძელი სახლში. Das PlayStation-ი ჩავრთე და რაღაცა თითქოს ისე იყო რა, ვისვენებდი, მიხაროდა ძალიან, რომ აუ რა კარგია, ცოტა ხანი დასვენება, yes და ეს 3 დღის მერე მამაჩემს ვეუბნები, რომ მეთქი რაღაცა არ არის ეს ნორმალური, ანუ რაღაც უნდა ვიღონოთ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ და მოკლედ ისე იყო, რომ იმ პერიოდში დელივერები კი ქონდაც, მაგრამ არ ვაქცევდით რა ამ საკითხს დიდად ხა ყურადღებას, იმიტომ რომ პუშკინის ფილიალი თავისუფლების მოედნისკენ, რომელიც არის რაღაც გარკვეულ არეალს მოიცავს და მომხმარებლები, ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლები მეტწილად იყვნენ უფრო აი საბურთალო, ვაკე, აი ეს აქეთკენ და ვერ ახერხებდნენ გამოძახებას მოკლედ, იმიტომ რომ არეალს გარეთ იყო ეს რაღაცა 3 კილომეტრი აქვს დაფარვა რა, ყველა დელივერის მოკლედ და შესაბამისად ვერ სუბიძეზე ვერ იზახებდა ვიღაცა იქიდან და დიდ აზრი არ ქონდა ამის გამო დელივერი ჩართო, იმიტომ ჩვენ აქეთკენ ვართ და ჩვენი მომხმარებლები აქეთკენ არიან. ხო და მოკლედ ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე, ამაჩას ურეკავ ვეუბნები, რომ მეთქი ეხა მიდივარ მეთქი პუშკინზე. და რაც კი რამე ინვენტარი არის, ყველაფერი უნდა ავიღო და მოვიტანო მეთქი ბებიაჩემთან ეზოში ვეზიში საბურთალოზე მეთქი რა, მოკლედ. ხო და რატო, ხო არისო, როცა გავიხსნებითო, მეთქი, როდის გავიხსნებით, რა ვიცი.
ბარემ წამოვიღებ მეთქი და ბებია ჩემთან მოვაწყე მოკლედ ერთი ძალიან კარგად გარემონტებული სივრცე აქვს პატარა ოთახი მოკლედ კაფელებში და რაღაცებში იქიდან ყველაფერი გამოვიტანეთ მოკლედ გარეთ და ეს ორი მაგიდა შევდგით ღუმელი თავისი შამფურებით და შოკოლადის მელთერებით და პროდუქციით მოკლედ ყველაფერი და საბურთალოზე ჩავრთეთ დელივერი მანამდე პუშკინის ფილიალში მაქსიმალური შეკვეთების რაოდენობა დღეში ქონია 14 ცალი შეკვეთა შემოსულა დელივერიზე რა იმ პირველ დღეს, როდესაც საბურთალოზე გავააქტიურეთ 40 შეკვეთა შემოვიდა პირველ დღეს ეგრევე მოკლედ და თან მარტო მუშაობდი არა და მოკლედ ამან ძალიან გვიშველა ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ ფაქტიურად გამოვიდა რომ всё ანუ დაბრუნდა სამსახური უბრალოდ მომხმარებლები არ მოდიან არის დელივერები არის ბევრი შეკვეთები არის და ანუ გლიჯოთ რა გავაკეთოთ ახლა ეს და მე რაღაცა მომენტში გაიხსნა ახერხებდნენ მომხმარებლები მოსვას და იქით ბებიაჩემ და სახლში მოდიოდნენ და გარეთ ვაწვდით მოკლედ ამ ჩვენ შეკვეთებს და ამან ძალიან ბევრ ადამიანს გაასინჯა ჩვენი პროდუქტი ამას ეს ძალიან მიხარია რომ აი ეს პერიოდი ფუჭად არ დავკარგეთ და დელივერიზე ვიმუშავეთ საბურთალოზე გადმოტანამ წერტილის ძალიან დიდი როლი შეასრულა ამაში რა თქმა უნდა მომხმარებლები რა თქმა უნდა ნაყინის გარეშე მაგრამ ტრდელნიკებს მაინც ჭამდნენ მე უცებ ესეთი რაღაცა მოხდა რომ საერთოდ აკრძალეს მანქანები აკრძალეს ხო და მარტო სკუტერიანი დელივერები იყო და სკუტერიანი დელივერები იმდენი რაოდენობით არ იყო რომ ყველა შეკვეთა მიეტანათ და ხშირად აგვიანდებოდა შეკვეთებს და მე თვითონაც ვიყიდე სკუტერი მოკლედ დაუჯექი და მე თვითონ იმ შეკვეთებს რაზეც გლოვ ვერ მოდიოდა ან ვოლტი მე თვითონ დამქონდა რა რაღაც გლდანშიც მივდიოდი ვარკეთებში და ყველგან აბსოლუტურად არ გავჩერებული ვარ ხშირად ძალიან ბევრჯერ ყოფილა ისე რომ ისე მიგვიტანია შეკვეთა მომხმარებლებმა რომ საერთოდ მოგება პირიქით ზარალის ყოფილა რა მაგრამ აი სანამ მომხმარებლები ამ პაუზის მანძილზე ჭამდნენ და სინჯავდნენ ეგ ჩვენთვის ოკეი იყო რა მოკლედ აი ეგ იყო მთავარი მიზანი ხო აი ამან შემიძლია თამამად თქვა რომ გადაგვატანინა და ყველაზე მაგარი რაც მოხდა არის ის რომ ეს კორონას პერიოდი ლისის ტბის ფილიალისთვის იყო რაღაც სასწაული ბუსტი იმიტომ რომ მანამდე აი ეს გამწვანებულ სივრცეებში და პარკში სიარულის კულტურა მაინც და მაინც ეხა ესე არისო ეხა ესე ძალიან კი რა თქმა უნდა მოდიოდნენ მომხმარებლები მაგრამ ამდენი ადამიანი ლისის ტბაზე მე არ ვყავდა ნანახი არასდროს და ჩვენც მოკლედ ეს ადამიანები რომ მოვიდნენ და დაემთხვა რომ ჩვენ იქ დავხვდით მომხმარებლებს მოკლედ და კი კომენდანტის საათი იყო მაგრამ 9 საათამდე ვმუშაობდით ჩვეულებრივად და ეს აი ესეც ძალიან ამიტომ ძალიან მიხარია იმის თქმა რომ ჩვენი კომპანიისთვის ეს კოვიდის პერიოდი არ იყო ცუდი პერიოდი რა შვენიერი. ისე სულ მაინტერესებს ხოლმე, აი, ზოგადად აი ბიზნესებს რო უყურებ, რა, აი ბევრი ფილიალები რო აქვს და რაღაც, აი, მაინტერესებს შენი გამოცდილები და აი რომელი ჯობია ხოლმე, აი, უყურებ ხოლმე, აი, ბიზნესის მიმართულება დავამთავრე მეც უნივერსიტეტში რა და ის მან მასწავლეს რომ რაღაცა რამდენიმე ვარიანტი არსებობს რა, მაგალითად ვიღაცა მოვიდეს ფრენჩაიზით გითხრას რომ აგერ მე მაქვს ფილიალი, მომეც ფრენჩაიზი, მე მივხედავ, გავაკეთებ და ანუ შენი ბრენდი მომეცი და ჩემი ფილიალი იქნებაო. მეორე ვარიანტი არის რომ კომპანიამ თვითონ იქირაოს ადგილი, რომ ხარჯი შეამციროს და უფრო ქირის ვარიანტი იყოს და მან გახსნას და მესამე შეისყიდოს საერთოდ რაღაც კონკრეტული ადგილი და მან გქონდეს ფილიალი. შენ ეზეთ ყველაზე კარგი ვარიანტი რომელი არის პატარა ბიზნესებისთვის? იცი რა არის იქ ვთვლი რომ იქ სადაც შეგიძლია გახსნა შენით, უნდა გახსნა შენით. ხოლო იქ სადაც შენი ხელები აღარ მიგიწუდება, უნდა იფიქრო ფრენჩაიზზე. სხვა გზა არ არის. ხოლო პატარა ბიზნესებისთვის სიმართლე გითხრა მე არ ვემხრობი არანაირად აი ფართის შესყიდვას და იქ მე ბიზნესის გაკეთებას. გონია რომ ეს პირიქით იმ ერთი კონკრეტული ფილიალისთვის შეიძლება ამან შეგიმციროს ხარჯი, მაგრამ საბოლოო ჯამში მგონია რომ აი მეორე მესამე ფილიალისთვის ფილიალის გახსნას უფრო გაგირთულებს. ამიტომ აი ეს თავიდან ობიექტის გახსნა
რაღაც იჯარით არის ყველაზე რელევანტი, ყველაზე სწორი ჩემი აზრით რა. პატარა ბიზნესებისთვის ყოველ შემთხვევაში. ის ანუ ბიზნესის დაწყება ნულიდან ზოგადად შესაძლებელია, იმიტომ რომ როგორც შენ საკმაოდ დაბალი ხარჯებით დაიწყე, აი წავანთქვი 200 ლარი იყო პირველი ისო რაც გავაკეთეთო და აი ზოგადად აი დღევანდელი გადმოსახედიდან დღეს შესაძლებელია ბიზნესი აი ესეთი დაბალი ბიუჯეტით დაიწყო და აქამდე ამოხვიდე. ჩემი აზრით ეგ ყოველთვის იყო შესაძლებელი და ყოველთვის იქნება შესაძლებელი. უბრალოდ ნიშნულოვანია შენ რამხელა მოთმინების უნარი გაქვს. აქაც ყოველთვის მადლიერი ვარ მამაჩემის რა, რომელსაც რაღაცა სასწაული მოთმინების უნარი აქვს და აი ამის დამსახურება იყო, რომ ხშირად არის ხოლმე რომ ეხლა ეს პირიქით რაღაც ნეგატიური შეიძლება რომ იყოს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ბიზნესის განვითარების ეტაპებზე გჭირდება სხარტი, სწორი, სწრაფი აზროვნება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ აი ამ კონკრეტულ რაღაცაში ჩემი აზრით აი ზოგადად ქართველების სცენი ეგ არის რა, რომ გვინდა რაღაცა აი დაწყებიდან ორ თვეში ავშენდეთ და ეგრევე აი მილიონები გქონდეს და ეგრე არ არის. საქართველოში ყოველ შემთხვევაში ეგრე არ არის. სხვა ქვეყანაში შეიძლება იყოს ეგრე, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ეგრე არ არის. ამას ჭირდება ბიზნეს, ჭირდება დრო, ბიზნეს ჭირდება გამოცდილება, ბიზნეს ჭირდება რაღაცა აი ერთგული მომხმარებლები, იქ ყოფნა, ხარისხის კონტროლი, აი ამის შემდგომ კი მიხვალ იქამდე აუცილებლად ნოლიდან დაწყების მემჯერად ჩემი გამოცდილებიდან. ისე მამაშენს ხშირად ახსენებდა, მამაშენს რამე ბიზნესში გამოცდილება ჰქონდა თუ რა კუთხით კი? არა, აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება. ბიზნესის კეთებაში არ ქონია არაფერი გამოცდილება, მაგრამ მე აუდიტის უფროსი იყო რაღაც საზღვაო კომპანიაში მოკლედ და მე სამსახურთან დაკავშირებით შეექმნა მოკლედ პრობლემები, ისეთ ასაკში იყო იმ დრო 46 წლის იყო და მოკლედ გადაწყვიტა რომ всё რა, ანუ აქამდე სულ მუშაობდა სადღაც ვიღაცისთვის და მოკლედ აღარ მინდაო და აიო დაგეხმარები მოკლედ და იქნებ ერთად რაღაცა შევქნათო რა და ეგ იყო და ეგ უბრალოდ აი მამაჩემს აქვს ერთი განსაკუთრებული უნარი რა. რაღაცის გემო ისე შეუძლია რომ დასვას, რომ ის რაღაცა არ კონდეს გასინჯული. ანუ აი ჩიზკეიკის გემოს ისე დასვამს, რომ არ აქვს გასინჯული ჩიზკეიკი. და აი ტირამისუს ისე გააკეთებს პირველად ოღონდ ცხოვრებაში. პირველ ტირამისუს ისეც გააკეთებს, რომ ტირამისუ არ ეგრე გააკეთა ტრდელნიკი. ზუსტად. ისე რომ ტრდელნიკი არ ქონდა გასინჯული, მე მქონდა ტრდელნიკი გასინჯული, მე ვეუბნებოდი რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ან ცომი გააკეთა მამაჩემმა. ხტები? აი ეს რაღაცა განსაკუთრებული უნარი აქვს მამაჩემს რა, არ ვიცი ეს როგორ ავხსნა, მაგრამ ნუ ეგრეა. მაგ უნარის შესწავლა გიცდია? არა, ჯობია რომ ეს თვითონ თავისთან კონდეს მოკლედ რა, ეგ არ ალბათ ვერ გავიგებ ხა მაგას. არ ვიცი. ვერა, ოღონდ მარტო ტკბილებში კი არ არის, ნებისმიერ კერძს გაგიკეთებს რა ეგრე. ოღონდ პირველივე ჯერზე გაგიკეთებს რა ეგეც. მაქსიმუმ შეიძლება მეორე ცდაზე, შეიძლება პირველ ცდაზე რაღაცა პატარა რაღაცა რა, მეორე ცდაზე უეჭველი იდეალური იქნება. ისე ამდენი წელი ამ საქმეში ხარ და მომენტი არ ქონია რომ სიტყვაზე აი მოგბეზდა ეს საქმე და რაღაცა უკვე ფიქრობდი რაღაც სხვა საქმე ხო არ დამეწყო ეს რამე. იცი რა არის მობეზრებით არასდროს იმდენად მიყვარს, იმდენად ოჯახურია ეს ჩვენთვის, რომ ეს წარმოუდგენელია მომბეზეს სხვა ამ დესერტებში სხვა ტიპის განვითარება დავიწყეთ უკვე, ვაკეთებთ ახლა რაღაცებს, მაგრამ ეს ყოველთვის იქნება და აქ ყოველთვის ვიქნები რა, ამან იმდენად დიდი გამოცდილება ცოდნა. თან რაღაცა გავდივართ უკვე, უბრალოდ გავედით საერთაშორისო მასშტაბზე და ვიცი რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც უნდა იყოს ყველგან რა, ყველას უნდა კონდეს იმის საშუალება, რომ ლუმიერსის ტრდელნიკები გასინჯოს. თან თავიდანვე იდეა ის იყო, რომ ფასი ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ სივრცეში გავხსენით პირველი ფილიალი, პირველივე ჯერზე ის იყო ის იმას ვამბობდი, რომ ფასი აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივებზე ადგილობრივების ხელმისაწვდომი. ამის გამო ახლა რა თქმა უნდა თქვენც შეამჩნევდით როგორ გაძვირდა ქვეყანაში ყველაფერი ხო და ჩვენც შესაბამისად მოგვიწია რომ რაღაცა გაგვეძვირებინა ჩვენი პროდუქტი, მაგრამ სამაგიეროდ ახლა შევქმნით მინი ტრდელნიკები რა, რაღაცა 10 ლარად ყველაფერი შედის, შიგნით შოკოლადიც აქვს, შიგნით ხილიც აქვს, შიგნით ნაყინზე ტოპინგებიც, რაღაცა კრემიც და ასე შემდეგ. აი ეს მინიმალური ვარიანტი. თან ისეთია რა, ანუ აი კი მინი კი ქვია, მაგრამ მაინც და მაინც პატარა არ გამოდის რა, ანუ
კარგი ზომა არის და მე აი რაღაცა ხშირად ამბობდნენ ხოლმე მომხმარებლები რომ ბოლომდე ვერ ვჭამთ და ეს ძიმეა და ეს რაღაცა ისეთი აკმაყოფილებთ უკეთ და დასაწყისში როდესაც დაიწყე რა საქართველოში ხო არ იყო ეს პროდუქტი მაშინ როგორ აი მე მაგალითად მქონია ეგეთ მომენტი რომ რაღაც ისეთი პროდუქტი შემოტანა მინდა საქართველოში რომელიც აქ არ არის მაგრამ აი ვერ ხვდები ფასი როგორ ავურჩიო მაგას იმიტომ რომ ჯერ არავის გაუკეთებია საბაზრო ფასს ვერ ხვდები აი რა ლოგიკები დაიჭირე მან როგორ აი ეგ იყო ლოგიკა რა რომ ფასი უნდა ყოფილიყო ისეთი რომ თან ასე ვთქვათ ჩვენს დაგვრჩენოდა ცოტა და თან მომხმარებლები არ ყოფილიყვნენ უკმაყოფილო მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ თუნდაც ის ფასი რაც თავიდან ქონდა ისე რომ დაგვესვა რომ ჩვენ თვითონ არ ყოფილიყავით იქ ადგილზე და მომხმარებლებისთვის კარგად არ აგვეხსნა რატომ იხდის ამას ამ ფასს ხო? მაშინ შეიძლება აქამდე ვერ მივსულიყავით. რა თქმა უნდა, ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა გქონდეს ის ხარისხი, რასაც შენს თავაზობ მომხმარებელს და ამაში მომხმარებელს უნდა უღირდეს, რა თქმა უნდა, თანხის გადახდა, მაგრამ შენ აუცილებლად უნდა იყო იქ, რომ აუხსნა მომხმარებელს, რატომ უნდა გადაიხადოს ეს თანხა რა. თავიდან ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და დღეს უკვე ძალიან ბევრი კონკურენტიც გამოგიჩნდათ რა, მაგრამ აი კონკურენტებთან შედარებით, აი არა მარტო ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ადამიანს ვკითხეს ამ პოდკასტში ავწერეთ და მაინც აი მარტო თქვენ ახსოვ ხართ და მარტო თქვენ ხართ ნომერ პირველი რა. მაინტერესებს თქვენი აზრით რა საკეთებთ ისეც, რომ მაინც გამოირჩეოდეთ და მაინც ასე თქვა ლიდერის სტატუსი კავებდეთ ამ მიმართულებით. პირველ რიგში ჩემი აზრით არის ის აურა, რაც მომხმარებელს ხვდება, როდესაც მოდის ჩვენთან. რაღაცა არ არის სტანდარტული კაფეში შევედი ამბავი რა, როცა ლუმიერში მოდის აი თანამშრომლებს ასაც ველაპარაკები ხოლმე სულ არის, რომ გეხვეწებით, აი მუსიკა თუ გაითიშა იგრევე ჩართეთ. ხვდები, აი ამას რატო ვეუბნები, იცი რომ მომხმარებლები რომ შემოდიან და ის სიწყნარეა აი მხოლოდ ერთმანეთის საუბარი ისმის და სიმშვიდე სიწყნარე აი უხერხულობას ქმნის ხვდები რაღაცას და მუსიკა ანეიტრალებს რა ოღონდ თან ისეთი სიმღერა კი არა რომ აი რაღაცა ჯაზი და წყნარი კი არა საღამო საათებში რომ მოხვიდე შეიძლება hard rock იყოს ჩართული რა იმიტომ რომ თვითონ თანამშრომლებიც მიყვებიან მე მაგას რაღაცა შეიძლება უცებ მაგარი ჯაზი იყოს ჩართული აი ძალიან მაგარი იმიტომ რიგი დგას და მიდის ბრახუნი ამ შამფურების და მოკლე და უცებ ტრელნიკი დაიწვა აი მე ყვირილი წივილი აი ოღონდ ეს არის ბუნებრივი ძალიან ეს არ არის რაღაც აი ხელოვნურად არ არის შექმნილი უბრალოდ აი ეს არის ლუმიერსი მოკლედ რა და ამას მომხმარებლები ხედავენ ამას ამჩნევენ მომხმარებლები ეს მოწონთ მომხმარებელს აი ბუნებრიობა მიხვედი აი რაღაცა ძალით არავინ არ გაგიღიმებს და თუ არ ეღიმებათ თანამშრომლებს არ გაგიღიმებენ რა უბრალოდ მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობთ რომ გაგიღიმონ, მაგრამ ძალით ვერ გავაღიმებთ რა. შეიძლება ვიღაცა ცუდი დღე აქვს რა იმ დღეს, რომელიღაც თანამშრომელს ცუდი დღე აქვს. მაგრამ აი ყველა თანამშრომელს აქვს უფლება, რომ ტრდელნიკი გააჩუქოს მაგალითად. ეს არის აი თავი პირველი 2018 წელს პირველი ფილიალი რომ გავხსენეთ, აი მაგის მერე მოდის ეგ, აი სულ რაღაცა ერთგულ მომხმარებლებს რაღაც პერიოდულობით ვჩუქნით, ორ სულებს პერიოდულობით ვჩუქნით ხოლმე, ხშირად ბავშვებს ვჩუქნით ხოლმე, აი რაღაცა თანამშრომელს აქვს სრული უფლება გადაწყვიტოს. ოღონდ ამის იდეა იყო თავიდან ის რომ აი უკმაყოფილო მომხმარებლებს ვჩუქნიდით, რაღაც აი დიდი ხანი ელოდა მაგალითად რაღაც უცებ მისი რიგი რო დადგა მარწყვი გათავდა და აი რაღაცა ამ მომხმარებლებს ჩუქნით და მერე მივედით იქამდე რომ თურმე აი ეს გაჩუქება ცუდ ხასიათზე მყოფ თანამშრომელსაც სჭირდება. ხდები ანუ ეს ცუდ ხასიათზე როა რომელიღაც თანამშრომელი და გააჩუქებს იმდენ მადლობას იღებს მომხმარებლისგან რომ ეს ცუდ ხასიათზე მყოფი თანამშრომელი მოდის კარგ ხასიათზე. და ჩვენ გვიღირს რა ის 2 და 3 და 5 ტრდელნიკი დღეში. კარგი თანამშრომლის კარგი ხასიათისთვის ასე ვთქვათ რა. ძალიან საინტერესოა. ისე კომპანიის განვითარების გზაზე არის რა, აი დღეს რომ მაგალითად თავიდან იწყებდი ამ ბიზნესს რა. რა შეცვლიდი? ალბათ რაღაცნაირად პირველივე ფილიალისთვის საიდანღაც რაღაც უფრო მეტ ფულს წამოვიღებდი რომ უფრო კარგად გაგვერემონტებინა, იმიტომ რომ ფილიალი გავარემონტეთ მე და მამაჩემმა ერთად და სულ თეთრად შევღებეთ კედლები რა. აი ეს თეთრად შეღებილი კედლები ეხლა რო უყურებს აშინლება, მაშინ ხალხს ძალიან მოწონდა, მაგრამ აი ამას შევცვლიდი, იმიტომ რომ მგონია რომ ეს
თავიდანვე უფრო მეტ მომხმარებელს მოგიყვანდა. ასევე რასაც შევცვლიდი არის ის, რომ უფრო რაღაცა ის სხვა ადამიანებთან უფრო მეტ დროს გავატარებდი, ვისგანაც ვინც მეტყოდა, რომ იცი რა არის, აი მე მგონი განათება არ გივარგა ფილიალში რა და იქნებ უკეთესი განათება გააკეთო. ან არ გინდა რომ გარეთ უკეთესი რეკლამა გააკეთო, იმიტომ რომ ვერავინ არ ხვდება შენ შიგნით რა წყიდი. აი ამ რაღაცეებს შევწიმ, ამან დამაკარგინა ძალიან დიდი დროა მოკლედ. და ხო და მომხმარებლებიც რეალურად რა, იმიტომ რომ ვერ ამჩნევდნენ, ვერ ხედავდნენ რაღაცეებს, რომ ესეთი რაღაც რიგი რო დგებოდა, უბრალოდ რიგში დგებოდნენ, იმიტომ რომ რიგია. მაგრამ სანამ რიგი დადგებოდა, მანამდე რა ხდება? მანამდე ვერავინ ვერ გამჩნევდა. აი ეს ამ დეტალებს შევცვლიდი უფრო რა. შენი თავარი მიზანი რა არის? თავარი მიზანი ამ ეტაპისთვის არის ის, რომ Lumiers-ი იყოს რაც შეიძლება ბევრგან, რაც აი სოფლიოში, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში იყოს Lumiers-ი. ეს არის თავარი მიზანი დღეს. იმ ხარისხით, რა ხარისხითაც გაიცნო მომხმარებელმა Lumiers-ი. ისე პროდუქტი უფრო თავარი არის თუ მარკეტინგი დღეს ბიზნესში? პროდუქტი და მე გეტყვი რატო ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაც მარკეტინგი დროებით მოგიყვანს, რაღაც ჰაიპს შექმნის აუცილებლად შენი პროდუქტის გარშემო, მოგიყვანს აუცილებლად მომხმარებლებს, დაგიყენებს რიგს, მაგრამ ეს იქნება დროებითი. პროდუქტი გჭირდება შენ, კარგი პროდუქტი გჭირდება შენ იმისთვის, რომ აი ეს მარკეტინგი, რომელიც მოგიყვანს შენ მომხმარებლებს, მე ეს მომხმარებლები სახშევ წავლენ, მე რაღაც პერიოდს მე გაახსენებ და ისევ მოვიდნენ შენთან რა. თუ არ დაახვედრებ მომხმარებელს კარგ პროდუქტს, მაშინ ის შენთან აღარ მოვა და რაღაც პერიოდს მე იმ მარკეტინგის აზრი აღარ ექნება. ეხა მარკეტინგის მართულებით შენ ხარ დაკავებული მთლიანად თუ ყავს გუნდში მე? ორი მიმართულებით ვართ მე და თამთა, რომელიც არის ჩვენი სოციმედია მენეჯერი, რომელიც კურირებს თვითონ Lumiers-ის ვიდეოებს ისიღებს ხოლმე და პარალელურად მე, რომელიც ეს ჩიმნიკაის ვიდეოებს ვიღებ ხოლმე, მე თვითონ როგორ მუშაობ ხოლმე, რაღაც როგორ მომსახურები მომხმარებლებს, რაღაცა სიახლეები რო გვაქვს უცებ მე რომ მინდა რომ ვილაპარაკო, ასე ვთქვათ, მე თვითონ რომ მინდა რომ უთხრა რაღაცა მომხმარებლებს ამ ხრივ ჩემს TikTok page-ს ვიყენებ, ხოლო თამთა უკვე უშუალოდ კომპანიის მხრივ ისე კომპანიის ცნობადობაში სოციალურ ქსელებს დიდი როლი უკავიათ, ხო, თქვენთან? აი დაახლოებით რამდენი პროცენტი შეაფასებდი და რამხელა სიტუაციაზე დიდ რესურსს დებთ მაგ ყველაფერში, თუ შედარებით უფრო სხვა რაღაცებზე გაქცევთ? არა, ამ ხრივ ძალიან დიდ რესურსს დებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ანუ ეს მომხმარებლის ერთი მომხმარებლის მოყვანა რაღაც უაზროდ ძვირი არ უნდა ჯდებოდეს რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ კი საკმაოდ ბევრი ფოლოვერი ყავს მაგალითად გინდა TikTok-ზე, გინდა Facebook-ზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან. თუმცა ეს რაც არ უნდა იყოს ხე პროდუქტი ისეთია, რომ სულ ასე ვთქვათ ერთი და იგივე ტიპის ვიდეოების გადაღება გიწევს, ხო? ანუ იმის იქით რა უნდა იყოს და ამიტომ ეს ჩემი ხაზი, სადაც მე უშუალოდ ვესაუბრები მომხმარებლებს, რაღაცებს ვეუბნები მომხმარებლებს, ვაცნობ თანამშრომლებს მომხმარებლებს. აი ეს ხაზი უფრო თითქოს უფრო მუშაობს და ამას ეს უფრო ანდომებს მომხმარებლებს, რომ მოვიდნენ ჩვენთან რა. ისე ამდენწლიანი გამოცდილებით უკვე რაც დაგიგროვდა ბიზნესში, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი შენი აზრით რა უნდა კონდეს აი წარმატებულ ბიზნესში? მოთმინების უნარი. ყველაზე მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად მოთმინების უნარი. ყველაფერი კი ლაპარაკი საჭიროა, რაღაცა გაყიდვების უნარი საჭიროა, ყველაფერი. მაგრამ ჩემი გამოცდილებით, აი 8 წლიანი გამოცდილებით ვამბობ, რომ მოთმინების უნარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღევანდელი გადამოსახედით რო უყურებ შენს თავს, აი ადრე რა გაკლდა, რომ კარგი და წარმატებული ბიზნესი შეგექმნა და როგორ განავითარე ეგ უნარი, თვისება, ცოდნა? რა საინტერესოა. იცი რა არის ადრე რაღაცნაირად აი ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მიჭირდა რა. რაც ბიზნეს ძალიან არ უყვარს. პირიქით ბიზნეს უყვარს ლაპარაკი, საუბარი, რაღაცების განხილვა, ერთმანეთის გვერდში დგომა, მოდი მე შენ ამით დაგეხმარები, შენ იმით დამეხმარე და აი ეს ამბავი ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, რომ ეს გამეცნობიერებინა, რომ ბიზნესში ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, ყველას გვჭირდება ერთმანეთი და თუ მე მჭირდება ვიღაცა, შეიძლება მასაც ვჭირდებოდე მე და მოდი ერთმანეთის გვერდში დავუდგეთ და ორივე ერთად გავაკეთოთ რაღაცა.
და ამას უბრალოდ ჭირდებოდა, ასე ვთქვათ, გამბედაობა რო თქვა, რომ აი შენ ეს გჭირდება, შენ ეს გინდა, შენ გინდა რომ იქ იყო, მაგალითად, ან შენ გინდა რომ ეს გააკეთო. აი ეს რაღაცა მცხვენოდა ხოლმე ყოველთვის რა ეს გამბედაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ნაგლი არ უნდა იყო რა, იმიტომ რომ ამას ხედავენ ახლა ადამიანი ყველა ხედავს ახლა ამას, რომ ეს ცოტა წაუნაგლებს და ეგ არ მოწონს არავის, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ეს გამბედაობა და ამბიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ისე ხშირად არის ხოლმე, აი მსმენია ბიზნეს ლიტერატურა რო წამიკითხოს ან სხვადასხვა ლექციებზე მომისმენია, რომ ხშირად აი არის ხოლმე, რომ აი სკოლაში ოროსნები აღწევენ მერე წარმატებას. შენ ეს დეგ რატო არის და შენ როგორი იყავი სკოლაში მაინტერესებს? სიმართლე გითხრა, ანუ სკოლაში ოროსარი არ ყოფილა, რომ ძალიან ვცდილობდი რომ კარგად მესწავლა და ჩემი აზრით კარგად ვსწავლობდი, მაგრამ კი, მაგაში აბსოლუტურად გეთახვები, სხვა რაღაცები, აი ბიზნესში განსაკუთრებით სხვა რაღაცები ჭირდება რა, გჭირდება ადამიანს რომ იყო წარმატებული და ამ რაღაცებს სამწუხაროდ სკოლაში ლიტერატურის გაკვეთილზე არ გასწავლის არავინ. იდეაში არავინ არსად არ გასწავლის ამ სკოლიდან რომ გამოდიხარ, მერე აცნობიერებ რაღაცებს და მერე ხვდები რომ ანუ ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი ეს სამყარო. და იმ ოროსნებს რეალურად აქვთ ის უნარჩვევები. ხდები აი რაც ვილაპარაკეთ ეხლა რაღაც ამბიციურობა, გამბედაობა, მიდი მიაწექი და აი ეს ტიპები ყოველთვის ოროსნები არიან რეალურად რა და იმათ არ უჭირთ შესაბამისად შემდგომ წარმატების მიღწევა და ის ადამიანები რომლებიც რაღაცა ეგეთი ვიყავი მე სკოლაში რა რაღაცა წავედი მას რაღაცა ვიცი კარგად მეცადინეობდი, კარგად ვსწავლობდი, ყველაფერი რა სკოლა ისიც მე დამატებით მასწავლებლები ამ შემდეგ, მაგრამ მადლობა ღმერთს დროულად აი სკოლის დამთავრებისთანავე მივხვდი რომ იქ ცოტა სხვანაირი რაღაცებია საჭირო. ეს სამყარო თლად ისე არ არის მოწყობილი რა, ესე მარტივად და კარგად. თუმცა ჩემი ყველა ოროსანი კლასელი ძალიან წარმატებულია დღეს ამით დავადასტურებ. ეხლა ნენა ბოლოში გავდივართ რა და მინდა ურჩიოდ ისეთ ხალხს, აი მაგალითად ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ეხლა უნივერსიტეტი დაამთავრეს, უნდათ რომ დაიწყონ ბიზნესი, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ, რა პროდუქტი გააკეთონ, როგორ მართონ, აი როგორ გაიარონ ეგ, აი რამე შეგიძლია სამი საუკეთესო რჩევა რომ იცე შენი გამოცდილებით ამ გავლილ გზაზე. პირველ რიგში რაც მინდა რომ თქვა არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცდა. უნდა ცადო ყველაფერი, ბევრი რაღაცა უნდა ცადო, ერთის, მეორეც, მესამეც, რაღაცა მომენტში რაღაცა გამოვა აუცილებლად. ანუ აი ეს ცდა არ უნდა მოვაკლო იმ საქმეს, რასაც შენ აკეთებ რა, ეს არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე, რასაც ურჩევდი, არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ იფიქრონ ფულზე. ყველაზე ნაკლებად უნდა იფიქრონ ფულზე. ბიზნესის დაწყების პროცესში კი რაღაცა გათვლები უნდა გააკეთო, მაგრამ დღის ბოლოს რამდენი ვივაჭრე ტიპი არ უნდა იყო არავითარ შემთხვევაში რა. ფული უნდა გაინტერესებდეს ყველაზე ნაკლებად. ლუმიერში თავიდანვე ჩვენი იდეა იყო ის, რომ აი უოლტ დისნეის აქვს ესეთი ფრაზა, რომ ჩვენ იმისთვის კი არ ვიღებთო, რომ ფული გავაკეთოთო. ასე მუთფილმებსო, ჩვენ ფულს იმიტომ ვაკეთებთ, რომ გადავიღოთ მერეო რა. ანუ აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ანუ ფული კი, რა თქმა უნდა, мотиваცია არის, მაგრამ საწყის ეტაპზე ეგ არ უნდა იყოს თავარი, მაგაზე საერთოდ არ უნდა იფიქრო რა. უნდა გააკეთო უბრალოდ შენი საქმე და ფულიც მოვა. ესე მგონია მე. და მესამე ისევ იგივე უნდა ვთქვა რა, იმდენად მნიშვნელოვანია ეს მოთმინება. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ვერ გამოყოფ უბრალოდ რა, ეს აუცილებლად უნდა თქვა. აი ეს ამ სამ რაღაცას ურჩევდი დამწყებ ბიზნესმენებს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ გამიზიარე ეს ყველაფერი, მადლობა რომ გესტუმრე. მეგობრებო, თქვენს მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, აუცილებლად მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი, აღწერაში იქნება ყველა საჭირო ლინკები, ასევე გავაკეთეთ Telegram არხი, სადაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ და გაიგოთ წინასწარ რომ გვეყოლება სტუმრები და ასევე თქვენ კითხვების დასვათ მანდ რომ მეც ამოვირჩიოთ და ასე ვთქვათ ყველასთვის სასარგებლო ეპიზოდები გავაკეთოთ. მადლობა და დროებით.